მოგზაურთ გამოშვებას. გრიგოლ ვაშაძისა და რუსეთის კულტურის მინისტრის 2008 წლის მიმოწერა კვლავ აქტუალურია. გია ხუხაშვილმა ამ თემაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ექსპერტის განცხადებით წერილი მას ხელში შემთხვევით ჩაუვარდა, რის შემდეგაც კულტურის სამინისტროს მისი ავთენტურობის დასადასტურებლად მიმართა. როგორც ექსპერტი ამბობს, წერილი კონფიდენციალური არ არის. ბატონ ვაშაძეს და მის ესე რომ თქვა თანამოაზრეებს ჯობია რომ მათთვის ჯობია რომ შინაარსზე ისაუბრონ. თუ რასთან გვაქვს საქმე, ხო? როდესაც მისი თანამოაზრეები, მისი დაფრთხიანებული ადამიანები, მისი მოადგილე იქნება ეს თუ სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები გამოდიოდნენ და სულ რაღაც 10 დღის წინ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერისიოს და ლამის სახელმწიფო ღალატშიდებდნენ ბრალს, ხო? აი ამ კითხვებზე გასცემი მათ პასუხი. ისეთი სულისკვეთებით არის წერილი გამშრალული, რომ აი ვიღაც მართლა ჩემს მიმართ ახსენა სიტყვა პროვინციალიზმი. ხო, ეს არის აი ეს პროვინციული გაგება რუსეთის იმპერიისთვის დამახასიათებელი, როდესაც საქართველოსდან წერილებს წერდნენ, ესე რომ ვთქვათ, მეფის ნაცვალს ან ვიღაცას, აი ზუსტად იმ ტონალობაში იაუჩინ ტრონუთ, ისეთი სიტყვები უწერია, რაც ოფიციალურ მიმოწერილს საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული.